მოგესალმებით. ეს არის გადაცემა ვიცოდეთ ჩვენი უფლებები. მე კი ამ გადაცემის წამყვანი ნიკოლოზ ბაქრაძე გახლავართ. ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იქნება არასრულწლოვანი და მისი სამოქალაქო უფლებები. ჩვენ ამ თემაზე სასაუბროთ სტუდიაში მოვიწვევთ სტუმრები. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ბატონი ანდრი გუგეშაშვილი და მოსწავლე ბატონი უჩა ოდიშელიძე. მადლობა მობრძანებისათვის. მადლობთ მოწვევისთვის. ბატონო ანდრი, ვინ არის არასრულწლოვანი და როგორია მისი სამართლებრივი განსაზღვრა? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მოხარული ვარ. დავიწყოთ პირველი კითხვით. არასრულწლოვანის განსაზღვრება, სამართლებრივი განსაზღვრებას გვაძლევს სამოქალაქო კოდექსი, სადაც აღნიშნულია, რომ პირი გახლავთ სრულწლოვანი, თუ მან მიაღწია 18 წლის ასაკს. შესაბამისად, არასრულწლოვანი არის პირი, რომელსაც არ მიუღწევია 18 წლის ასაკისათვის. არასრულწლოვანსა და სრულწლოვანს შორის მათი უფლებებისა და თავისუფლებების განსხვავების ძირითადი საფუძველი გახლავთ ქმედუნარიანობა. რა არის ახლა ქმედუნარიანობა? ქმედუნარიანობა გახლავთ პირის უნარი, თავის ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და თავისუფლებები. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით 0-დან 7 წლამდე ასაკის მოზარდი გახლავთ ქმედუუნარო, 7-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდი გახლავთ შეზღუდულად ქმედუუნარიანი, ხოლო 18 წლის ზემოთ უკვე სრულად ქმედუნარიანად გვევლინება ადამიანი. როგორ რეგულირდება შვილსა და მშობელს შორის ურთიერთობა სამართლებრივ ჩარჩოში? შვილსა და მშობლებს შორის ურთიერთობას არეგულირებს საოჯახო სამართალი და გარდა საზოგადოებაში არსებული მორალური და ზნეობრივი ნორმებისა, კანონმდებელი ცდილობს, რომ ეს ურთიერთობა რამდენადაც ასახოს კანონში. რა ძირითადი ვალდებულებები აქვს მშობლებს შვილის მიმართ? ესე იგი, საოჯახო სამართალში წერია ნაცვლად, რომ ბავშვს აქვს უფლება იცხოვროს და იზრდებოდეს ოჯახში. შესაბამისად, მშობლის უპირველესი ვალდებულებაც გახლავთ ეს, რომ იგი ვალდებულია აღზარდოს შვილი და აცხოვროს ოჯახში, იზრუნოს მის ფიზიკურ, გონებრივ, სულიერ და სოციალურ განვითარებაზე და აუცილებელია, რომ ეს განვითარება მოხდეს ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით და დაცვით. მშობელს გააჩნია შვილის რჩენის ვალდებულება. ასევე მან უნდა განსაზღვროს მისი საცხოვრებელი ადგილი თუ სად იცხოვროს არასრულწლოვანმა. მშობელს აქვს უფლება-მოსილება და ვალდებულება, რომ განკარგოს შვილის ქონება, აი თქვა სამკვიდრო ქონება თუ მიიღო არასრულწლოვანმა, მისი თავდაპირველი გამკარგავი გახლავთ მშობელი, ხოლო სრულწლოვანების ასაკისას უნდა გადაეცეს არასრულწლოვანს ეს ქონება. ასევე არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენლად გვევლინება მშობელი და მისი პირველი უფლება-დამცველია. თუ არასრულწლოვანის უფლებები შეიზღუდა არაკანონიერად, ან თუ მოხდა მისი უფლებების შელახვა, დიახ. იგი არის უფლებამოსილი, რომ სასამართლოში წარდგეს და დაისვას მის შვილის უფლებები. და ბატონო ანდრი, რა საშუალებებს აძლევს კანონი არასრულწლოვანს თუ დაირღვა მისი უფლებები მშობლის მიერ? ამ შემთხვევაში შვილს აქვს უფლება ბავშვს, რომ მიმართოს ზრუნველობის შესაბამის ორგანოებს, ხოლო თუ ეს ბავშვი გახლავთ 14 წლის ასაკის ან 14 წლის ზემოთ, მას უკვე შეუძლია თავისი ნებით მიმართოს სასამართლოს და იქ დამოუკიდებლად მოითხოვოს თავისი უფლების დაცვა სასამართლოში. ეხლა გადავიდეთ სკოლის როლი მოზარდის ცხოვრებაში. რა ძირითადი ვალდებულებები გააჩნია სკოლას მოზარდის მიმართ, მისი მოსწავლის მიმართ? სკოლის როლი უმნიშვნელოვანესია მოზარდის ცხოვრებაში, რადგანაც 12 წელი უწევს სკოლაში ყოფნა, ხო, მოზარდს. სკოლა ვალდებულია იზრუნოს მის განათლებაზე, ასევე სხვაგვარად მის აღსტატეს, ხო, მორალურად და ზნეობრივად აღსტატეს. დავიწყოთ იქიდან, რომ როდესაც მოსწავლე იწყებს სკოლაში სწავლას, მასა და მის მშობელს სკოლის მიერ აუცილებლად უნდა ეცნობს ის უფლებები და მოვალეობები, რაც არის გათვალისწინებული სკოლის შინაგანი წესით და შესაბამისად მოსწავლემ უნდა იცოდეს, რა ეკრძალება მას, ისი უფლება აქვს სკოლაში და ასე შემდეგ. დიახ, და როდესაც მოსწავლე არღვევს კანონს, დისციპლინას, როდესაც არღვევს, რა ზომებს უნდა მიმართონ ამ შემთხვევაში მასწავლებელმა და დირექციამ?
აი ამ შინაგან განაწესში აუცილებლად უნდა იყოს დისციპლინური ნორმები ასახული და ის შემთხვევებიც უნდა იყოს გაწერილი თუ მოსწავლემ დაარღვია რომელიმე დისციპლინური ნორმა. დისციპლინის დარღვევის შემდგომ მოსწავლის მიერ საჭიროა რომ სკოლამ, დირექციამ და მასწავლებელმა მიიღონ რაიმე აღკვეთი ღონისძიებები და აუცილებელია რომ ეს დისციპლინური დევნა ესე ეწოდება სამართალში იყოს შესაბამისი იმ დარღვევასთან და იმ დარღვევის ხარისხთან რაც მოსწავლემ განახორციელა. და აუცილებელია რომ არ უნდა შეიზღუდოს მისი უფლებები აი დისციპლინის აღკვეთი ღონისძიებებით. და აი როგორ უნდა იზრუნოს სკოლა მოსწავლეზე თუ მას შეხება ექნება სამართალდამცავებთან? აი ამ შემთხვევაში თუ სკოლის პერიოდში ან სკოლის ტერიტორიაზე მოხდა ისე რომ პოლიცია ან სხვა სამართალდამცავი ხო დაინტერესდა ამ არასრულწლოვნით, არ აქვს მნიშვნელობა მასთან კითხვების დასმა უნდა რაიმე ინფორმაციის მიღება თუ ასე შემდეგ მისგან საჭიროა აუცილებლად ეცნობს ამის შესახებ სკოლას, მის დირექტორს და მასწავლებლებს. ხოლო დირექტორი და მასწავლებლები აუცილებლად ვალდებულნი არიან რომ გააგებინონ და საქმის კურსში ჩააყენონ ბავშვის მშობელი და ასევე ყურადღება უნდა მიაქციონ და ბოლომდე უნდა დაინტერესდნენ აი ამ იყოს ბავშვის უფლებები. თუ მასწავლებლის ან სკოლის მიერ მოხდა არასრულწლოვნის უფლებების დარღვევა. ამ შემთხვევაში რის უფლებას აძლევს კანონი არასრულწლოვანს და მის მშობელს და რა შედეგებთან შეიძლება გქონდეს საქმე. თუ მოხდა მასწავლებლის მიერ ან სკოლაში მომუშავე სხვა პირის მიერ მოსწავლის უფლებების დარღვევა და უხეში შელახვა, მაშინ მოსწავლესა და მის მშობელს გააჩნიათ უფლებამოსილება რომ ეს გაასაჩივრონ ეს მოქმედება არაკანონიერი, პირველ რიგში უნდა გაასაჩივრონ დირექტორთან და დირექტორს აქვს უფლებამოსილება განსაზღვროს შემდგომ მასწავლებლის შემდგომ დარჩება თუ არა დაეკისრება მასწავლებელთან. ყველაზე უმკაცრესი ფორმა ალბათ შეიძლება იყოს თუ მასწავლებელს მოხსნიან თანამდებობიდან. ამის უფლებამოსილება მხოლოდ დირექტორს გააჩნია და ეს უნდა იყოს რა თქმა უნდა კანონის ჩარჩოში. პატარა დისციპლინური ნორმის დარღვევისთვის არ უნდა მოხდეს ისე რომ მასწავლებლის უფლება შეილახოს და აი კანონის ზოგადი განათლების შესახებ იცავს როგორც მოსწავლის, ასევე მასწავლებლისა და მშობლების უფლებებს და ისე არ უნდა მოხდეს რომ მოსწავლის უფლების დაცვისას შეილახოს მასწავლებლის უფლებები. ეხლა გადავიდეთ სამოქალაქო ურთიერთობებში მოზარდის როლზე. რა ვალდებულებები და თავისუფლებები გააჩნია მოზარდს არასრულწლოვანს გარიგების ან ხელშეკრულების დადების შემთხვევაში? აქ საქმე გვაქვს ისევ ქმედუნარიანობასთან. არასრულწლოვანი გახლავთ შეზღუდულად ქმედუნარიანი 7-დან 18 წლამდე და ეს ნიშნავს იმას, რომ სრულწლოვანისაგან განსხვავებით სამოქალაქო ურთიერთობებში მისი მოვალეობები, მისი უფლებები იზღუდება, მაგრამ ასევე განაპირობებს ეს იმას, რომ მას გარკვეული თავისუფლებებიც ენიჭება. ეხლა გარიგებებს რაც შეეხება კანონში გაწერილია, რომ არასრულწლოვნის მიერ დადებული გარიგების ნამდვილობისათვის აუცილებელია მისი კანონიერი წარმომადგენლის, ეს იქნება მშობელი თუ სხვა მეურვე, მისი თანხმობა არსებობდეს, ხოლო თუ თანხმობა არ არსებობს წინასწარი და მაინც მოხდა ამ გარიგების დადება, ხო? მაშინ აუცილებელია შემდგომ მოიწონოს მშობელმა, რათა ეს გარიგება ნამდვილად ჩაითვალოს. აი უფრო მარტივად რომ თქვათ, მაგალითი რომ მოვიყვანოთ, თუ არასრულწლოვანმა შეიძინა, თქვათ, ველოსიპედი ან კომპიუტერი, ამის შესახებ უნდა იცოდეს მშობელმა, ის თანახმა უნდა იყოს და გამყიდველმაც უნდა იცოდეს, რომ ის არასრულწლოვანია და მის მშობელი თანხმობას განაცხადებს, რათა მოხდეს ეს გარიგება. ხო, თუ მაინც ისე მოხდა, რომ გარიგება შედგა და ამ მოსწავლემ იყიდა, არასრულწლოვანმა იყიდა ეს ნივთი, შემდგომ ამის ნამდვილობას განაპირობებს ის მოიწონებს თუ არა მისი მშობელი. ასევე კანონი სხვა შემთხვევასაც, სხვა თავისუფლებასაც ანიჭებს არასრულწლოვანს, მაგალითად თუ მან მიიღო სარგებელი გარიგებით. აი ეს როგორი შემთხვევა შეიძლება იყოს, იცით, აი როდესაც აი ეს გარიგება წარმოშობს მოთხოვნის საფუძველს. იმიტომ რომ შენ რაღაცას გააკეთებ, მეც ამას გავაკეთებ. არა, აი ძირითადად როგორ არის, იცით,
ორმხრივი ხელშეკრულებების დროს მარტო მოთხოვნის საფუძველი და მარტო სარგებლის მიღების შესაძლებლობა არ არის, იმიტომ რომ მოითხოვს ასევე მოვალეობასაც და არასდროს შეზღუდულად მედუნარიანისათვის ეს მოვალეობა არ შეიძლება იყოს დადგენილი. აი თქვათ შეიძლება ჩაითვალოს სარგებლის მიღებად თუ პირი ვინმე აჩუქებს ამას არასრულწლოვანს რაიმე ნივთს ან თუ მან იპოვა შემთხვევით რაიმე ნივთი. ასევე თქვათ მოთხოვნის უფლება შეიძლება წარმოეშვას თუ ვინმე დაპირდა რაიმეს ჩუქებას. ხო და აი სარგებელი კონკრეტულ შემთხვევაში რა არის სარგებელი და რა მიიჩნევა სარგებლად უნდა ამის შესახებ მშობელმა და კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა განსაჯოს. შეიძლება ჩაითვალოს სარგებლად თუ არა. ანუ კანონი კონკრეტულად არ აწესებს ეს არის სარგებელი ან არ არის. ეს მშობელმა უნდა განსაჯოს და გაარკვიოს. დიახ, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, როდესაც არასრულწლოვანი აზიანებს სხვის საკუთრებას? აქ საქმე გვაქვს დელიქტურ ურთიერთობებთან და პირი დელიქტუნარიანი გახლავთ 10 წლის ასაკის მიღწევიდან. თუ არასრულწლოვანმა, რომელიც არის 10 წლამდე ასაკის ვინმეს ნივთი დააზიანა მართლწინააღმდეგოდ, ხო? მაშინ ამ ნივთის დაზიანებისაგან გამოწვეული ზიანის ანაზღაურება ეკისრება მის მშობელსა და კანონიერ წარმომადგენელს. აი თუ თქვათ ბავშვმა იმის შუშა ჩაამტვრია, ხო, ეს მარტივი შემთხვევა რომ მოვიხსენოთ. ხო, თუ არასრულწლოვანი გახლავთ 10-დან 18 წლამდე ასაკის მქონე, მაშინ იგი პასუხს აგებს თავისი ქონებით, თუ მას გააჩნია ეს ქონება. ხო, თუ არ გააჩნია, ისევ პასუხისმგებლობა ეკისრება მის მშობელს და ამ შემთხვევაში სამოქალაქო სამართალი იცავს არასრულწლოვანის უფლებას თუ თქვათ მან თავისი მოქმედება ვერ გაიაზრა და არ აქვს იმ დონეზე გაგების უნარი ჩამოყალიბებული რომ ეს შეეფასებინა მართლწინააღმდეგოდ მისი მოქმედება. დიახ. ეხლა გადავიდეთ არასრულწლოვნის შრომის უფლებაზე. დიახ. რა ასაკიდან შეუძლია არასრულწლოვანს მუშაობის დაწყება? ამას განსაზღვრავს შრომის კოდექსი. შრომის უნარიანობა წარმოიშვება 16 წლის ასაკიდან არასრულწლოვნისთვის და ზოგადად ყველა პირისთვის. 16 წლიდან იმისთვის რომ 16 წლიდან მოზარდმა დაიწყოს მუშაობა, 16 წლამდე მოზარდმა დაიწყოს მუშაობა, საჭიროა აუცილებლად მშობლისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. და ამასთანავე აუცილებელია რომ ეს სამუშაო არ უშლიდეს მას სწავლაში ან არ ახდენდეს მასზე ცუდ რეაქციას, ანუ არ უნდა უშლიდეს ხოლმე მის ზნეობრივად და ფსიქიკურად ნორმალურ ჩამოყალიბებას. ასევე გვაქვს შემთხვევა, როდესაც აი 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის დაშვებულია თუ მან დადო ხელშეკრულება ისეთ ღონისძიებებზე, როგორიც არის აი სპორტული ან ხელოვნების სფერო ან კულტურის სხვადასხვა სფეროები და ასევე მათ უფლება აქვთ მიიღონ რეკლამაში მონაწილეობა და ეს ჩვეულებრივად მოხდეს ხელშეკრულებით და ანაზღაურებით. ბატონო მანი, როგორი საქმიანობისგან იცავს მას შრომის კოდექსი? ეს არასრულწლოვნის დაცვა ხდება, მისი უფლების დაცვა ხდება ამით, მას იცავს შრომის კოდექსი ისეთი სამუშაოსაგან, რომელიც ძიმეა მისთვის ან რთულ პირობებში ხდება, რაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მის ჯანმრთელობას, სულიერ განვითარებას. ასევე იცავს იგი ამორალური საქმიანობაში ჩართვისაგან, ის როგორიც აი რაც შეიძლება უკავშირდებოდეს იგივე ნარკოტიკებს ან ძალადობრივად მის ჩართვას რაიმე საქმიანობაში, იგივე მათხოვრობა და მათანძალობა რაც სამწუხაროდ გავრცელებულია. ანუ იძულებით მუშაობა არ შეიძლება. დაძალებაც ხომ არ შეიძლება? დაძალებაც არ შეიძლება, რა თქმა უნდა, და ამისგანაც იცავს მას შრომის კოდექსი. დიახ, ეხლა გადავიდეთ არასრულწლოვნის ქორწინების უფლებაზე. რა ასაკიდან შეუძლია არასრულწლოვანს კანონიერად ქორწინება? არასრულწლოვანს კანონიერად ქორწინება შეუძლია 16 წლის ასაკიდან. ოღონდ ამისთვის აუცილებელია მისი მშობლისა და ან მეუღლის ზრუნველის თანხმობა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც არასრულწლოვანი
ამ გზით იღებს სრულქმედუნარიანობას. ანუ თუ იგი დაქორწინდა 16 წლის ასაკში, იგი უთანაბრდება თავისი უფლებებითა და თავისუფლებებით სრულწლოვანს და ამას ეწოდება ამ მდგომარეობას არასრულწლოვანის ემანციპაცია. კიდევ ერთი შემთხვევა გვაქვს ემანციპაციასთან დაკავშირებით, კანონი უშვებს იმ შესაძლებლობას, როცა არასრულწლოვანი თავისი უფლებებით უთანაბრდება სრულწლოვანს. კიდევ ერთი შემთხვევა გვაქვს ასეთი, თქვათ თუ არასრულწლოვანს მისმა მშობელმა კანონიურ წარმომადგენელმა მისცა საწარმოს გაძღოლის უფლება. ან მემკვიდრეობით მიიღო. არა, მემკვიდრეობაზე აქვს ცოტა სხვაგვარად გვაქვს საქმე. სამემკვიდრეო ქონებას განაგებს ჯერჯერობით მშობელი, სანამ არასრულწლოვანს არ შეუსრულდება ასაკი. აი ელემენტარულად შეიძლება რაიმე მცირე ბიზნესი ჩააბარონ, ხო, 16 წლის ბავშვს და მოზარდს არასრულწლოვანს და ამ შემთხვევაში სრულად ქმედუნარიანი ხდება, ანუ შეუზღუდავად ქმედუნარიანი მხოლოდ იმ სფეროში, რაც საჭიროა ამ საქმიანობის განსახორციელებლად. და ამასაც ეწოდება არასრულწლოვანის ემანციპაცია. ძვირფასო მაყურებელო, ჩვენი გადაცემა ამით დასასრულს მიუახლოვდა და მე ბოლო კითხვით გადავალ ბატონ ანრისთან. ბატონო ანრი, რა ზომებს უნდა მიმართოს არასრულწლოვანმა, რათა მან კარგად იცოდეს რა უფლებები და მოვალეობები აქვს მას? ვიდრე არასრულწლოვანი იმას აქვს მიაღწევდეს, რომ მას დამოუკიდებლად შეეძლოს რაიმე ინფორმაციის მოძიება, ვალდებულება ეკისრება მის მშობლებს, კანონიერ წარმომადგენლებს, ასევე სკოლას, რომ გააცნონ მას თავისი უფლებები და შესაბამისად დაიცვან კიდეც მისი უფლებები, ხოლო როდესაც უკვე იმას აქვს იქნება არასრულწლოვანი, რომ შეიძლება მოიძიოს ინფორმაცია, თვითონ დაინტერესდეს, რა უფლებები გააჩნია მას, რა მოვალეობები და ასე შემდეგ, საჭიროა და მოუწოდებთ მათ, რომ დაინტერესდნენ თუნდაც წიგნებით. აი თქვენი გადაცემაც ძალიან სასიამოვნოა, რომ ესეთი გადაცემები არსებობს და კარგი საშუალებაა იმისა, რომ არასრულწლოვანმა შეიტყოს თავისი უფლებების შესახებ და მოხარული ვარ ამის შესახებ პირადად. ხო, აი ბოლოს გადაცემის ბოლოს მინდა საჩუქრად გადმოვხდეთ. ეს გახლავთ სამოქალაქო განათლების ლექსიკონი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გახლავთ გამოცემული. და მასში შესულია 600-მდე ტერმინი, როგორც სამოქალაქო, ასე პოლიტიკური და სოციალური. ეს დაგეხმარებათ თქვენ საცა ტერმინოლოგიურად. მე იმედი მაქვს, რომ ამ ლექსში მე ამოვიკითხავ კოჰაბიტაციას, რომელსაც დღეს მთელი საქართველო ამას ამბობს. იმედია იქნება გაეცნობით. ხო. და იმედი მაქვს გავეცნობი რას ნიშნავს ეს. მადლობა ბატონო ანრი. მადლობთ მოწვევისთვის და ძვირფასო მაყურებელო, მადლობა. ძვირფასო მაყურებელო, ამით ჩვენი გადაცემა ამოიწურა. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის. კარგად ზანდებოდეთ. მომავალ შეხვედრამდე. კერძო სკოლა ლიცეუმი კვირიკე. სკოლაში სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე აპრობირებული მეთოდით. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების გარდა მოსწავლეები დამატებით სწავლობენ ორუცხო ენას, ინგლისურს და რუსულს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, მხატვრულ შემოქმედებას, ქართულ ცეკვას, ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს, ჭადრაკს, მეტყველებას. პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან ორჯერადი კვებით. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლეები პედაგოგის მეთვალყურეობით ამზადებენ დავალებებს. მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის 47. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე 551 63 30 00. სკოლა ლიცეუმი კვირიკე. მომავლის საქართველოსთვის.